ჯონ როუ, ოქროს სახლი, თავი მერვე, ღრუბელი. სავანის თავზე, სადაც კიდობანი იყო მოთავსებული, იდგა ღრუბელი. იგი მიანიშნებდა, რომ ღმერთი იყო იქ დავანებული. ამაზე გამოსვლის წიგნის მე-40 თავში ვკითხულობთ. როდესაც ღრუბელი ზემოთ აიწევდა, ეს ნიშნავდა, რომ სავანის კარავი უნდა დაეშალათ და ისინიც დაიძრებოდნენ. რიცხვთა წიგნის მე-4 თავი. ისრაელიანთა მთელი ბანაკი განლაგებული იყო იაკობის ძეთა შტოების მიხედვით მწკრივებად და აი, ისინიც მზად იყვნენ გზის გასაგრძელებლად, მაგრამ საითაც ღმერთი მიუნიშნებდა და საითაც მათ ღვთის ღრუბელი წაუძღვებოდათ. თავად ღმერთი იყო ისრაელიანთა მეგზური. რა მანძილი უნდა გაევლოთ, სანამ ღრუბელი არ გაჩერდებოდა. შემდეგ ისევ გამართავდნენ სავანეს და ისევ დაივანებდა ღრუბელი მის თავზე. რიცხვთა წიგნში მე-9 თავის მუხლები მე-15-დან 23-ს ჩათვლით, კარგად არის აღწერილი ეს ყოველივე. ასევე იხილეთ ამ წიგნის მე-10 თავი მუხლები 33-დან 26-ს ჩათვლით. ჩვენს შემთხვევაში როგორღაა? ჩვენ ხომ ვერ ვხედავთ ღრუბელს, რომელიც გზაზე მიგვითითებდა? დედამიწაზე მცხოვრები ქრისტიანებისათვის ეს სამყარო უდაბნოა, მაგრამ ჩვენ მარტონი არა ვართ. ჩვენც გვყავს მეგზური. ეს არ არის ხილული ღრუბელი, არამედ ჩვენში, ქრისტიანში დავანებული სული წმიდა. ყოველი, ვინც მივიდა ღმერთთან თავისი ცოდვებით, ვისაც სჯერა და სწამს უფალი იესო ქრისტესი, იგი გრძნობს თავის თავში ამ მადლიან სტუმარს. სული წმიდა ეხმარება მორწმუნეს, როდესაც იგი ლოცვად მუხლს იყრის ღმერთის წინაშე და მთელი გულით მას შეღაღადებს. არ ვიცი, საით წავიდე, გამიძეხი უფალო, შენ მასწავლე გზა. ასეთი ლოცვა აუცილებლად შესმენილ იქნება და მორწმუნე დაცულ იქნება განსაცდელის ჟამს. გასწავლი შენ და დაგაყენებს სწორ გზაზე, რომლითაც ივლი თვალს დავიჭერ შენზე. ფსალმუნი 31-ს მუხლი მერვე.